არ შეგიძლია მაღალი ბურთის გაჩერება, გეშინია ბურთის მიღების. ან არის ის სხეულის რომელი ნაწილით უნდა მიიღო ბურთი. ყველაზე მეტად ალბათ გარდამავალ ასაკში გვიჩნდება ხოლმე ბურთის მიღების შიში. ვფიქრობთ იმაზე, თუ რა იქნება თუ ვერ მივიღებთ. ან ამ ტრავმას ბრჭყალებში როგორ გადავიტანთ. მოდი დავყოთ ეს ყველაფერი სამ ნაწილად. ბურთის მიღების შიში ან მასზე ნერვიულობა იწყება საიდან? როდესაც მე ვარ წნეხის ქვეშ, მე ვიღაც ხელს მიშლის და ამ დროს ვერ ვახერხებ ჩემი სხეულის მოდუნებას და თუ ვიცი რომ აი ამ ბურთს გავაჩერებ, შეიძლება სწრაფად ამართვან. შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ხელი შემიშალა. ზოგჯერ მეტოქის ახლოს ყოფნა არის ხოლმე მიზეზიც, რომ აი ხელს მიშლიდა და ამიტომ ვერ გავაჩერებ ბურთი. ამ დროს ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ჩვენი ორგანიზმი მოვადუნოთ. აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრაცია მოვახდინოთ ბურთზე, თვალები ბურთზე, რომ ვიცოდე სად იქნება ის შეხების წერტილი, აი იქ, სადაც ბურთთან მე ვახერხებ კონტაქტს. მეორე, აუცილებელია გავიაზროთ თუ რას ნიშნავს ბურთის გაჩერება. როდესაც მე ვცდილობ რომ ბურთი გავაჩერო, არ უნდა დავარტყა მას ფეხი. პირიქით, ფეხი უნდა გავწიო უკან და ბურთის ეს მთლიანი ინერცია უნდა ნელ-ნელა ჩავაქრო. გულისხმობ რას? თუ მე ბურთი ავაგდე და მუხლი დავარტყი, ეს ბურთი გადავარდება. მაგრამ თუ მე ბურთს ვარდნის ზალა შემომცირე, ის აუცილებლად გაჩერდება. ანალოგიურად არის ნებისმიერ სხვა ნაწილდეს, ეს იქნება შიდა ტერფით, მივიღე უკან გავწიე, ბურთი გაჩერდა. ამ პირიქით ზედა ტერფით, ხო? ჩვენი მოძრაობა, ეს იქნება კიდურის, ეს იქნება მუხლის, აუცილებელია რომ იყოს ბურთის მოძრაობის პირდაპირ პროპორციული. შემე ხო, ოდნავ უკან გავწიე, რომ ბურთი აი იქ დარჩეს, სადაც კონტაქტი იყო. მესამე და ამ მესამეში სამი ქვეპუნქტი გვაქვს. პირველი, წნეხის ქვეშ ვარ, ან მინდა რომ ბურთი ძალიან სწრაფად დაბლა დაუშვა, აუცილებლად ვიყენებ ჩემს ტერფის სამივე ნაწილს. ეს იქნება თუნდაც 4-ვე ნაწილს, ეს იქნება შიდა, ზედა, გარე თუ ფეხის გული, ხო? რომ მე ეს ბურთი მომივიდა, მივიღე და ბურთი დაბლა. ანუ თუ მე ვიყენებ მუხლს ქვევით კიდურს, ეს მეხმარება რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად დაუშვა მიწას. მეორე, თუ გრძელი გადაცემისას ბურთი ძალიან მაღლა იმისთვის რომ მივიღო ტერფის ნებისმიერი ნაწილით, ან პირიქით ძალიან დაბლა იმისთვის რომ მივიღო კერდით, ამ დროს შემოდის მუხლი. მესამე, როცა უკვე ბურთი მენჯს ზევით პოზიციაშია, ამ დროს შენ ცდილობ რომ ბურთი მიიღო კერდით. არ აქვს მნიშვნელობა ამ სიმაღლეზეა, დავიხრებით, კერდით მივიღებთ. უფრო მაღლა ავხტევით, კერდით მივიღებთ. და რატომ არა თავით? გვინახავს პრაქტიკაში ძალიან ბევრჯერ რომ თავით ბურთი დავუმორჩილებიათ, თუმცა იმისთვის რომ ბურთი მე კორპუსში მქონდეს და თან ისე რომ მეტოქეს დრო არ შემომცირო ჩემთან მოსასვლელად, იმისთვის რომ მე უკვე მომზადებული დავხდე, უფრო კომფორტულია ვიდრე თავი.